ეკონომიკის მინისტრი დაბა ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კოხტა-გორაზე ახალი საბაგირო სამონტაჟო სამუშაო დაათვალიერა. პროექტი წლის ბოლოს დასრულდება. ასევე მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება 2 საბაგირო. მიმდებარე ტერიტორიაზე 800 ტურისტზე გათვლილი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. პროექტი კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება. ღირებულება 108 მილიონი ლარია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სრიალის შემდგომი დასვენების ადგილები გაჩნდეს ბაკურიანში. ეს არის განვითარების შემდეგი ფაზა. ინვესტორთან ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გენერალური განაშენიანების გეგმა გაკეთდება. დაინიშნება სპეციალური ავტობუსი, რომელიც მოემსახურება რიქსოში გაჩერებულ სტუმრებს და ის ამოიყვანს მათ დიდველზე და კოხტა-გორაზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი. თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი ფესტინოვა ღონისძიება 19 სექტემბერს.